ნაშასე ბრუნდებით ცირე სარეკლამო პაუზის შემდეგ პირველი ბლოკი ძალიან მაგარი იყო ჩემი აზრით და ვფიქრობ რომ საკმაოდ ბევრი გავეცით ჩვენი მხრიდანაც ბებიებისთვის და ბაბუებისთვის არა თავარია ის მადლიერება რომელიც თითოეულ ჩვენგანს გვაქვს ჩვენს გულებში და ბებიები და ბაბუები არიან ის ადამიანები რომლებიც ყველაზე ხშირად თავიანთ შვილიშვილებს უყვებიან ზღაპრებს ნამდვილად ასე ამიტომ ახლა გვინდა სწორედ ზღაპრების და ბავშვებზე მათი გავლენის მნიშვნელობაზე გესაუბროთ. წარმოგიდგენიათ თქვენ პირადად რომელიმეს უბრალოდ დაფიქრდით ეხლა სანამ მე ვკითხულობ ზღაპრის ცხოვრება ზღაპრების გარეშე რა თქმა უნდა არა რადგან ზღაპრები გამოგონილი პერსონაჟები და გამოგონილი ამბები ყველაზე მეტ სიმართლეს ასახავს მათში ისეთი მესიჯებია შენახული რომელიც ძალიან კაფეოდ გვასწავლის რა არის კარგი და რა არის ცუდი რა არის სიკეთე და რა არის ბოროტება სწორედ ზღაპრები გვეხმარება ყველაზე მეტად რომ ბავშვის სწორი ღირებულებები ჩამოვაყალიბოთ რაც უკვე დასრულობაში სწორი არჩევანის გაკეთებაში და სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარება ახლა გვანცაკილანავა ჩვენთვის საყვარელი გვანცაკილანავა რა თქმა უნდა თავის სტუმართან ერთად ისაუბრებს ზღაპრების და მათი გავლენის შესახებ ბავშვებში გვანცა მოგესალმებით გამოიყურები ნამდვილად დიდად ლამაზი ხარ პოკაჰონტას გამსკავსების სანამ დაიწყებს სტუმართან საუბარს აუცილებლად მინდა ვთქვა რომ ჩემი ძმაკაცები არიან რწყილი და ჭიანჭველა. აქვე ვაფიქსირებ ჩემ პოზიციას. განსაკუთრებით გიყვარს. ვიცოდეთ ხო, ვიცოდეთ ხოლმე, კი ბატონო. მოგესალმებით კიდევ ერთხელ მივესალმებით ჩვენს მაყურებელს და დღეს არის ზღაპრის მოყოლის საერთაშორისო დღე და მე ვფიქრობ რომ არ არსებობს ბავშვი რომელსაც არ აინტერესებს საინტერესო ამბების მოსმენა და მეც სწორედ აი ამ ბავშვების კატეგორიაში გავდიოდი თუმცა აი მას შემდეგ რაც უკვე წამოვიდა ასე ვთქვათ თემა იმასთან დაკავშირებით რომ ზღაპრები არის პატარებისთვის და არა უფროსებისთვის სადღაც მეხუთე კლასიდან შევწყვიტე ზღაპრების კითხვა და მაშინ როცა დედა გავხდი კიდევ ერთხელ შევაბიჯე ფეხი ასე ვთქვათ ზღაპრულ სამყაროში და მივხვდი რომ მხოლოდ პატარებისთვის არ არის ზღაპრები და პირიქით უფროსებსაც შეგვიძლია რომ ძალიან ბევრი რამ ვისწავლოთ. სწორედ რა გავლენას ახდენს ზღაპრები როგორც უფროსების ასევე პატარების ცხოვრებაში აი ამ თემაზე დეტალურად საინტერესო ინფორმაციას მოგვაწვდის ჩვენი სტუმარი ფსიქოლოგი ნინო ბუაძე. მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. მოკლედ რომ გვითხრათ რა გავლენა აქვს ზღაპრებში გაბატონებულ არქეტიპებს მაგალითად კეთილ და ბოროტ პერსონაჟებს აი ბავშვების სამყაროზე. კი ბატონო, პირველ რიგში მადლიერება უნდა გამოვხატო ამ დღესთან დაკავშირებით რომ მომიწვიეთ, იმიტომ რომ ჩვენთვისაც ძალიან ღირებული და ძვირფასი თემაა ზღაპარი. დიახ, არქეტიპები ეს არის ცნობილი ფსიქოლოგის იუნგის მიერ დასახელებული შინაარსი, რომელიც გვეუბნება, რომ ჩვენში არსებობს კოლექტიური არაცნობიერი და ნამოსული არქეტიპები, რომლებიც ჩვენს ქცევას და ჩვენს ღირებულებათა სისტემას განსაზღვრავს. და დიახაც მოცემულია ძირითადი არქეტიპები და მსოფლიო ხალხთა ზღაპრებში ხშირად ხვდებით გმირის არქეტიპს, რომელიც იბრძვის რაღაც ბოროტებას ამარცხებს, ვთქვათ ბრძენის არქეტიპს, რომელიც გმირს რაღაცა რჩევას აძლევს, ან სასოწარკვეთილ პერსონაჟს, ჩრდილი არქეტიპი, რომელიც გვევლინება რაღაცა ბოროტის სახით, რომელსაც უნდა რაღაცა ცდუნება შესთავაზოს გმირს, ვთქვათ, ხო, დედის არქეტიპი, რომელიც როგორც მხარდამჭერი ისე გვევლინება მაგალითად კონკიას ესე ვთქვათ ნათლის სახით გვევლინება ეს არქეტიპები ყველა ზღაპარში მეტნაკლები სიმძაფრით ვლინდებიან და რაღაცნაირად განსაზღვრავენ ამ ზღაპრის შინაარსს რომელიც ჩვენს კოლექტიური არაცნობიერის რესურსია და მე ზღაპრებში იჩენს ხოლმე თავს. მოდით მაშინ შევეხოთ გმირებს და კვლევებს გავეცანი მსოფლიოში პოპულარული გმირების მიხედვით კონკი ახსენეთ და პირველ ადგილზე არის კონკია რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა ვარიაციებით გვხვდება. მეორე ადგილზე კი არის ჩემი საყვარელი ასტრიდ ლინგრენის პეპი გრძელწინდა. მეც ყოველთვის მინდოდა რომ პეპისავით ყოფილიყავი და საინტერესო რატო უყვართ ესე გამორჩეულად ბიჭებსაც პეპი აი ამაზეც მინდა რომ ვისაუბროთ. მესამე ადგილზე არის პინოქიო, მერე რაპონსელი და პიტერ პენი. რაც შეეხება ქართულ ზღაპრებს, რა თქმა უნდა კომბლე, შემდეგ არის უკვე ნაცარქექია, რომელიც მგონი ლაშოს დიდად არ უყვარს, ციქარა, სიზმარა და ბოლო ადგილს იკავებს ხუთკუნჭულა. აი ამასთან დაკავშირებით როგორც მივხვდი პირველ პოზიციებზეა. მეორე ადგილს იკავებს კონკიას შემდეგ კი.
მოწინავე პოზიციებზე, ასე ვთქვათ, პეპი და მეც აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ჩემი საყვარელი პერსონაჟი იყო, პირველი წიგნი იყო ზღაპარი, რომელსაც გავეცანი და მაგრამ ეს სულ არსებობს ხოლმე ეს შეკითხვა ამ პერსონაჟთან დაკავშირებით, რა გავლენას შეიძლება ახდენდეს ის ბავშვზე და მის ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე. მით უმეტეს ვიცით, რომ პერსონაჟები ხშირად მათთვის ერთგვარი მაგალითები ხდებიან ხოლმე და იმ ცხოვრებისეულ გაკვეთილებს თუ ვთქვათ ღირებულებებს, ფასეულობებს სწორედ აი წიგნებისგან იძენენ ხოლმე. და საინტერესოა ბიჭებისთვისაც რატომ არის ესეთი საყვარელი პერსონაჟი პეპი, იმიტომ რომ რაღაცა ისეთი ძალა აქვს, რომელიც ზოგიერთ ბიჭსაც შეიძლება არ ქონდეს. სუპერ ძალა, მოდი პირდაპირ დავარქვათ. პეპის რაც შეეხება და ზოგადად გმირებს რაც შეეხება, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს შინაარსები, რომელიც ზღაპარში ვითარდება, ახლოს არის და კონტაქტში შედის ბავშვის გამოცდილებებთან, ხო? აი პეპი იმით არის კიდევ გამორჩეული, რომ ერთი შეხედვით, აი ცალკე შინაარსი რო აღწერო პეპის მდგომარეობის, პეპი არის გოგონა, რომელიც არის გაურკვეველ მდგომარეობაში. ხო, ანუ არანაირი საყრდენი მშობლების და ოჯახის სახით მას არ გააჩნია. თუმცა პეპი არის ალბათ იმიტომაც ძალიან სასურველი და ესე ვთქვათ ბავშვებისთვის გამორჩეული პერსონაჟი, რომ ის აი ამ მოცემულობას არ იღებს როგორც მატრამვირებელს, არამედ ცდილობს, რომ ყველა ახალი გამოწვევა რაღაც ხალისით, კრეატიულად მოერგოს მოკლედ თავის გამოწვევებს და ის შინაარსები, რაც მასთან არის, ხო, პოლიციელები მოდიან, ქურდები მოდიან, ეს პეპი როგორ გასაოცრად ახერხებს, რომ გაუმკლავდეს და მისი ეს მეგობრები, რომლებიც არიან ამ ამბის მთხრობელები, როგორი გაუცებულები არიან. ბავშვები რეალურად პეპის მეგობრების როლში აიდენტიფიცირებენ საკუთარ თავს და ყველა ბავშვი ამბობს, რომ დიახაც მე მენდომებოდა პეპისნაირი მეგობარი, იმიტომ რომ ყველაზე ძლიერი მხარდამჭერია პეპი, რომელსაც რეალურად საყრდენი არ აქვს გარდა თავის ცავისა. და საოცარი იუმორის მატარებელია კიდევ ყოველფერთან ერთად ეს ისტორიები. და გამორჩეული არის იმითაც, რომ არაფრით შეუძლია რაღაც თუნდაც საწერკალამი გაჩუქოს და ეს ისეთი ამბავი შეთხსას ამის ირგვლივ, რომ შენთვის ძალიან ძვირფასი ნივთი გახდეს. კი ბატონო, და იმ წესებს, რომლებსაც ბავშვები ხშირად აპროტესტებენ, პეპია ესე ცოტა ზედაპირულადაც უყურებს, ხო? არ უნდა სკოლაში სიარული, გადაწყვიტა რომ რაღაცა შეცვალოს მისი დამოკიდებულებები, გარემოს მიმართ, ან თითქოს აი ამ წესებს იუმორით პასუხობს და რაღაცნაირად კრეატიულად ერგება, რაც ბავშვებისთვის უფრო სუბოს ხსნის, აი ბავშვებს ხო უჭირთ რაღაც ახალ გარემოში და ახალ წესებში ინტეგრირება და პეპი რაღაცნაირად ამას ისე კრეატიულად ერგება, რომელიც ბავშვებისთვის სახალისო ხდება. სხვაჩერს როგორც ვიცი, ქუჩის გამოკითხვა, რომელიც მარიშკა მამაგეიშვილმა ჩაატარა და რომელსაც რამდენიმე წამში ფაქტობრივად შევთავაზებთ ჩვენს ტელემაყურებელს, ერთ-ერთ საყვარელ პერსონაჟად ძალიან ბევრი ბავშვი სწორედ მას ასახელებდა და შეგვიძლია ვნახოთ ხო ალბათ შედეგები უფრო ვრცლად და შემდეგ გავაგრძელოთ საუბარი ჩვენს თემაზე. გამარჯობა. შენი სახელი? ანა. რომელია შენი საყვარელი ზღაპრის გმირი? პეპი. როგორი ხასიათი აქვს? გიზია. ცხენზე ჯირითობს და ცხენს წევს. და რაღაცნაირად იქცევა. შენც ეგრე იქცევი? არა. აი, მადლობა. რომელი ზღაპარი არ მოგწონს? კომბლე. და რატომ? იმიტომ რომ ჩემთვის მგონია რომ ცუდია. და რომელი მოგწონს მაშინ ყველაზე მეტად? ფიფქია. ფიფქია რატომ? იმიტომ რომ საყვარელობა. ჩემნაირი თვალები აქვს და ძალამაზი გოგოა. რომელია შენი საყვარელი ზღაპრის გმირი? ბელი. ვით? ბელი. ბელი რატო? წიგნები უყვარს და მეც მიყვარს. ფიფქია. და რატო? იმიტომ რომ ცხოველები უყვარს და მეც მიყვარს. წელი და ჭიანჭველა. და რატო? რავიდან დახმარება და მომწონს. შენც ეხმარები ხშირად ადამიანებს? კი. მაშო, რომელია შენი საყვარელი ზღაპარი? წითელქუდა. და რატომ მოგწონს ყველაზე მეტად წითელქუდა? იმიტომ რომ წითელქუდი ახურავს. შენც გაქვს წითელი ქუდი? ბულერბიერი ბავშვები. და რომელი პერსონაჟი მოგწონს? რავი, ყველა. სესილი, შენ რომელი ზღაპარი მოგწონს? პეპი გრძელიწინდა და მოანა. პეპი რატომ მოგწონს ყველაზე მეტად? იმიტომ რომ ცელქია და ცხენიაწია.
შენც ცელქი ხარ? არა. შენ რომელი ზღაპარი მოგწონს ყველაზე მეტად? პატარა უფლისწული. და რატო? იმიტომ რომ ყვავილები მიყვარს და ჩიტები. გამარჯობა. გამარჯობა. რა გქვია? ელი თქვენ? მე ვარიშკა. ელი, რომელი ზღაპარია შენი საყვარელი? ფიფქია. და რატომ მოგწონს ფიფქია? იმიტომ რომ ძალიან კარგი ზღაპარია. გამარჯობა, სახელები მითხარით. სანდრო, იო, ნიკო. აჰა. რომელი ზღაპარი არ მოგწონთ ყველაზე მეტად? ისა ფიფქია. არ მოგწონს? რატო? აუ რა გოგოებისა. აი, შენ რომელი მოგწონს? კომბლე. და რატომ მოგწონს? რადგან ის ვიღაცა მიდის იმასთან და იმასთან ეგრეა რა. აი რომ ცხვრები მოსაძიებლად მიდის კომბლე. და რამით ამსგავსებ შენ თავს კომბლეს? ვერა. თითქოს ხუდა. რატო არ მოგწონს? იმიტომ რომ ბებია მოუკვდა. გამარჯობა. რომელია შენი საყვარელი ზღაპრის გმირი? სამი გოჭი. და რატომ მოგწონს სამი გოჭი? ინონდერ ეშლება სახლი და მე მეორეს და მე მესამე სახლი. მე მგელიო ჩამოვარდა სახურავიდან. დრო სიკეთემ გაიმარჯვა, ხო? კი? წყელი და ჭიანჭველა. და რატომ? იმიტომ რომ მეგობრობას გვასწავლის ყველას ეხმარება და ძალიან მოწონს მაგით. კარგი, მადლობა. სიკეთე, დახმარება, ეს არის თავარი გზავნილები ჩვენი აი ბავშვების მხრიდან. სამი ბიჭის კომენტარი იყო ძალიან. შენსავით რო უყვარს წყილი და ჩემნაირად ხო, ჩემნაირად ფიქრობენ ზუსტად. და რომ არ უყვართ კიდევ ფიფქია. იმიტომ რომ გოგოების არის ეგო. ხო, დიახაც. აი ესევე საინტერესო არის ყველას რაღაცა განსხვავებული ზღაპრის გმირი უყვარს და თავიანთ თავს აიგივებდნენ ნახეთ გამოკითხვიდანაც. აი რა მნიშვნელობა აქვს ბავშვის ფსიქიკაში აი ამ გმირების არსებობას და აუცილებელია თუ არა რომ ასე იყოს? აუცილებელი არ არის ყველას ერთი და იგივე გმირი მოგწონდეს, ეს ძალიან ბუნებრივია, როგორც მე ცხოვრებაში არ მოგწონს ერთი და იგივე ადამიანი და ეს გმირები ხშირ შემთხვევაში ბავშვებს მოსწონთ, იმიტომ რომ მათ გამოცდილებებთან კონტაქტში არის. ხო, არის ზღაპრები, რომელსაც გმირი ამარცხებს შიშს. არის ზღაპრები, სადაც გმირმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და ახალ გამოცდილებებს დაეკონტაქტოს, მაგალითად, ტყის არქეტიპი ზუსტად ეს არის, ხო, რომ შევიდეს ტყეში, ტყე რის სიმბოლოა გაურკვევლობის, საშიში იქ რაღაცები, იმიტომ რომ არ იცი რა გელოდება, ხო? არის ესეთი შინაარსის ზღაპრები, სადაც აი სამი გოჭი რომ ახსენეს, ხო? აი ნუ კი არ იმარჯვებს, აქ ჩანს რომ რამოდენიმე გამოცდილების შემდეგ მივედით სწორ გადაწყვეტილებამდე, ხო? აი ესეც აი როგორ მეხება ზღაპარი მე და რამდენად პასუხობს ის ჩემს ამჟამინდელ აქტუალურ საჭიროებას, ამის მიხედვით ვირჩევთ ზღაპრებს და ხშირად არის, ხო, გამოცდილებაში ალბათ გქონიათ რომ ბავშვი სულ ითხოვს სისტემატურად ერთი და იგივე ზღაპარს. ხო, აი ეს მინდოდა რომ მეკითხა რა. შეიძლება ვთქვათ შინაარსი და სცენარი ერთმანეთისგან განსხვავდებოდეს, მაგრამ აი პერსონაჟი უნდა რჩებოდეს, ასე ვთქვათ, ხელშეუხებელი. ჩვენ მაგალითად სამი გოჭის ისტორიას ყვებით ხოლმე, ასე ვთქვათ, სხვა ვერსიებს, ძირითადად მე ვიგონებ ხოლმე რაღაც საოცარ ამბებს, სიუჟეტებს მათ თავს და მაგრამ აი სამი გოჭი ან პეპი არის ხოლმე ხელშეუხებელი. ხო, რომელიც ჩემთანაც ესე არის და დაახლოებით ერთი თვე შეიძლება რაღაცა ტოპოტიპის წაკითხვა მთხოვან, იმიტომ რომ გამოდი მე უკვე ზოგჯერ მეზრდება ხოლმე და ვცდილობ რომ რაღაცა სხვა შევთავაზო. აი ბავშვებმა აღნიშნეს რომ ფიფქი არ უყვართ, იმიტომ რომ გოგოების ზღაპარი არისო. აი საერთოდ რამდენად სწორია ესე ამბების დაყოფა. მაგრამ ფაქტია რომ თვითონ მიჯნავენ ამ ყველაფერს ერთმანეთისგან. ვიცით რა არის ძალიან ხშირად ახლა მარტო შეიძლება მშობელიც პედაგოგიც ესე არ აწვის რომ ეს ფიფქი არის გოგონების ზღაპარი და იქ ლამაზი კაბა აცვია ფიფქიას, მაგრამ ერთმანეთის გავლენის ქვეშაც არიან, ხო? აი მაგალითად შეიძლება მისი დედმამიშვილი ირჩევს სულ ფიფქიას და მართლაც ახლა ამ ფიფქიაში დომინანტი გმირი არის ფიფქია და რაღაცნაირად მის ირგვლივ ვითარდება. ხო, მის ირგვლივ და ჯუჯები არიან მე შედარებით უფრო მეორე ხარისხოვანი გმირები, მაგრამ ძირითადი გმირი, რომელიც გადის აი ამ ამბავს, ეს არის ფიფქია. და იგივე კომბლეში არის პირიქით, ხო, რაღაცა ბიჭი, რომელიც იბრძვის თავისი საკუთრების უკან დაბრუნებისთვის, ხო, ეს რაღაცა ეს შინაარსი. რა მინდა იცით კითხოთ, რასაც ყველა ზღაპარში ვაწყდებით, ასე ვთქვათ, არის ის, რომ ყველა სიტუაციიდან ასე თუ ისე გამოსავალი არის და თუ რაღაცას ძალიან მოვინდომებთ, აუცილებლად გამოვა. იგივე შეიძლება ბევრი ცუდი ამბავი
გადაგხდეს თავს, მაგრამ ბოლოს მაინც ბოროტება, მარცხდება და სიკეთე იმარჯვებს, თუმცა რეალურ ცხოვრებაში ხშირად ეს ასე არ ხდება. აი ამ ამბებმა რა გავლენა შეიძლება იქონიოს ბავშვებზე და რაღაცნაირად ხარ შეიძლება გამოიწვიოს იმედგაცრუებაც იმასთან დაკავშირებით, რომ ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ზღაპრებშია. კარგი შეკითხვაა ძალიან. პირველ რიგში ვიტყვი, რომ აი შედარებით უფრო ადრინდელ ზღაპრებში უფრო მკვეთრად ხვდებით პოლარობებს, კეთილი და ბოროტი, გამარჯვება და ამარცხება. ხო, აი უკიდურესი ფორმები განიხილება რა. აპრიორი ფიფქი არის კეთილი და დედინაცვალი ბოროტი, ხო? და ცხადია შინაარსში აუცილებლად უნდა იყოს შემოტანილი ბოლოს გამარჯვება, იმიტომ რომ რა თქმა უნდა კითხვის დროს ვირჩევთ გმირის მხარეს და ბავშვის ფრუსტრირება რო არ გამოვიწვიოთ, რომ რას ქვია ეს გმირი, რომელმაც ამდენი რამე გაიარა, ბოლოს არ გაიმარჯვა. ზუსტადაც ამიტომ არის მნიშვნელოვანი ეს რაღაცა დაძაბულობა და მე განტვირთვა, რომ გმირი გაიმარჯვებს და ეს კიდევ მიბიძგებს, რომ თუ კი ჩემს ცხოვრებაში რაღაცა გამოწვევა, მე აუცილებლად უნდა მჯეროდეს გამარჯვების. მაგრამ აი დღევანდელ სერიებში, რომელსაც თქვენ ნახავთ და აქ არის წარმოდგენილი ტოპოტიპის ამბები და ასევე ძალიან ბევრი თანამედროვე ზღაპარში, აღარ არის ესეთი უკიდურესი ფორმები, რომ აუცილებლად ეს გმირი არის ნეგატიური. აი ეხლა ცხოვრებისეულ პრობლემებს აწყდებიან, იგივე ბაღში შესვლის დროს, ბანაობა როცა და ცხოვრებისეულ პრობლემებს და ის რომ რაღაცა კრიზისია, ეს არ ნიშნავს რომ ცუდი ვარ. ხო და ის რომ ვთქვათ ეს რაღაც კრიზისი ესეთი სახით მეძლება, ეს კრიზისიც არ ნიშნავს რომ ცუდია. ეს უნდა გადავლახო და საკუთარ თავზე ვიმუშაო და ამის გარდა ნეგატიურ გმირებთან უკვე ძალიან შემოვიდა და ტენდენციური გახდა რომ იმ გმირის ქცევის ახსნა ხდება. აი ახლა ბოლო პერიოდში უყურე მუფასას, ეს მეფელომის თუ ნახეთ თქვენ და იქ ძალიან კარგად ჩანს რომ თავარი გმირი მეფელომის და ეს ნეგატიური გმირის შრამის პერსონაჟი რა ისტორიას გადის, რომ მას თითქოს აქვს უფლება იყოს გაბოროტებული. მალეფისენტის შემთხვევაშიც ასე არის, მძინარეებზე თუ ნახავში ჯადოქარი ვინც არის, ფილმიდან ნახეთ და ის გულშემატ კი ვარ ხდება, ანუ კი არის იღებ რომ ეს სწორი ქცევა გასაგებია რომ შეიძლება შენმა გამოცდილებამ მიგიყვანოს აქამდე. ემპათია გვიჩნდება და არ გვიჩნდება სურვილი, რა კიდევ 101 დალმატინელის კრუელა გადაიღეს. ხო, აი კრუელას ვერავინ ვერ განვიხილავთ დადებით პერსონაჟად, მაგრამ როგორც კი ნახეთ ფილმი კრუელას ბავშვობა, იქ ზუსტად მივხვდით რატომ შეიძლება ზულდეს კრუელას ძაღლები. ხო, აი ეს არის თანამედროვე ზღაპარი და შინაარსი და ყველაზე ალბათ ყველაზე სწორი ფორმა მიწოდების ბავშვებთან. ხო, იმიტომ რომ თუ კი ჩვენ ვეუბნებით რომ ეს მერე უნდა გადავიდეს და რა თქმა უნდა გადადის რეალურ ცხოვრებაში და მის გამოცდილებებში შემოდიან ბავშვები, ახალი ადამიანები, რომლის ქცევაც მიუღებელია, ჩვენ ვასწავლით აქედან გამომდინარე ემპათიას, რომ შეიძლება აი ამ ქცევის უკან იყოს ისეთი გამოცდილება, რომელზეც შენ თქვა რომ ალბათ ეს ამ წუთას გაუგომა. ხო, აი ამ წუთას ეს მისი ქცევა შეიძლება იყოს სადღაც ეს რაც შეეხებოდა თავად პერსონაჟებს და გმირებს, მაგრამ აი იგივე ხალხურ, ასე ვთქვათ, ზღაპრებში ვიცით, რომ არსებობს ნეგატიური სიუჟეტები, სცენები, რომელიც ვითარდება საკმაოდ ცევდიანი მათ შორის და მშობლების უმრავლესობა იმასაც კი ფიქრობს ხოლმე, რომ არ არის საჭირო თავის შვილს მსგავსი შინაარსის ისტორია მიაწოდოს, მაგრამ საინტერესოა, თუ არსებობს რიგი კვლევები, მეცნიერული ფაქტები ამასთან დაკავშირებით, უნდა წავუკითხოთ თუ არა ჩვენ შვილებს ასეთი ამბები. ცხადია ზღაპრის შერჩევის დროს ვითვალისწინებთ ასაკს. აუცილებლად ვითვალისწინებთ ასაკს, იმიტომ რომ როცა მე გვესმის ესეთი შინაარსები, რომ ჩემ შვილს არ აინტერესებს ზღაპარი, იქ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ არასწორ დროს, არასწორი ზღაპარი იქნა გაზიარებული ბავშვთან და ყველაზე მთავარი ზღაპრის გაზიარების დროს აუცილებელია მხარდამჭერი კლიმატი. რატომ არის რომ სირთულეს, აი მარტო კი არ კითხულობს ბავშვი, მარტო შეუძლია რომ დაათვალიეროს ის სიუჟეტები და ის სურათები რაც არის მოცემული, ხო, მაგრამ ითხოვს შენთან ერთად წავიკითხოთ. გარდა იმისა, რომ კონტაქტია, კიდევ იქ იმ რთულ განვითარებულ მომენტებში ბავშვი გრძნობს მშობლის მხარდაჭერას, ანუ ჩემთან ერთად კითხულობ. მეორე რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ესე კატეგორიულად რომ ამოვიღოთ ეს ნეგატიური შინაარსები და მეც მქონდა ესეთი გამოცდილება, ჩემი შვილისთვის, ჩემმა მეუღლემ ბემბი გადააკეთა და ის რაღაც სცენა ამოიღო ძალიან მძიმე და ნუ რო ვუყურებთ ახლა ამ ბემბის ბემბი დახტის. აი არაფერი არ ხდება. ბემბი დახტის ამ თავის გვირებთან, ცხოველებთან ერთად, ხო? და არაფერი არ არის. აი რაღაცა ერთხელ უყურებ, ორჯერ და ნუ ბემბი დახტის, თოვლში ბემბი დახტის, მზეში და მინდორში და ასე შემდეგ, ხო? და რეალობა რა არის? რეალობას თუ კი ზღაპარი არის მოვემზადო მე დიდი სამყაროსთვის, დიდ სამყაროშიც არის თეთრი და შავი ფერები.
და ისევე როგორც წითელქუდეს შემთხვევაში ჩემთვის მაგალითად ძალიან ტრამბული იყო ხოლმე ფინალი და ერთ-ერთმა ბავშვმა გამოკითხვაში აღნიშნა კიდეც რომ არ მიყვარს და ეს ფინალური ეტაპი ყველაზე მეტად მტრგუნავდა ხოლმე მეც აი ვერ ვიგებდი რატო სრულდებოდა ეს ბემბის ისტორიის შესვლა ახსენეთ ხო ხაზი გაუსვით ესეც ალბათ მას გარკვეულ ასაკთან არის შეიძლება გავიდეს 3-4 წელიწადი და დაბრუნდეს ისევ ის სცენა რა სცენაც რეალურად ეხა ამოღებულია იგივე თქვა კრუელაზე როდესაც საუბრობდით ეხა მე რო პატარა ბავშვი ვიყო თქვა 6-7-8 წლის ხო რო ვიცი კრუელა ასე დალმატინელში რა როლსაც ასრულებს მე კრუელას ბავშვო რატომ გახდა კრუელა არ მგონია რომ ჩემთვის მაგასაკში მისაღები იყოს ეს ყველაფერი ხო და ანუ შესაბამისად ეს ალბათ გარკვეულწილად ბავშვებზე მაინც გავლენას ახდენს რა თქმა უნდა გავლენას ახდენს და თომას ქოხი მე ძალიან პატარა ვიყავი რომ წავიკითხე და აი თითქოს მაშინვე ვინანე იმიტომ რომ ძალიან ემოციური აღმოჩნდა და ამ ყველაფერთან გამკლავება დიახ ამიტომ არის ასაკის გათვალისწინება ძალიან ღირებული აი შიშთან ბრძოლას თუ გვასწავლის ზღაპრები და შეიძლება თუ არა რომ გამოვიყენოთ აი ამ კუთხით კი ბატონო, ზღაპრები გამოყენებულია ფსიქოლოგიაში, ზღაპარ თერაპია ცალკე მიმართულებაა და შიშთან გამკლავების პროცესშიც ამიტომ თქვით ხო, რომ როცა ბავშვი ირჩევს ერთი და იგივე ზღაპარს და იქ არის თუნდაც მგელი პერსონაჟი, რომელიც შემოტანილია აი ამ ჩრდილი არქეტიპიდან, ხო, ნეგატიური პერსონაჟი, მას ის აიგივებს თავს ამ გმირთან და მას მოსწონს მგელს როგორ უმკლავდება. აი რაც შეეხება გამკლავების პროცესში, როგორ შეიძლება თქვა მშობელმა იმუშაოს, ძალიან კარგია თუ ზღაპარი უბრალოდ კი არ წავიკითხეთ, დავხურეთ და დავიწინეთ. საუბარი ამაზე. აი შენ რომ მიყავ თქვათ ეს გოჭი, შენ რომ მიყავ თქვათ ეს წითელქუდა, აი როგორ შეგეძლო კიდევ გეთქვა. და არაჩვეულებრივი ზღაპარია, უგულო ხარ შენ მგელო, სადაც არის ზუსტად აი ამ შინაარსის და ჩემთვის ეს თერაპიული ზღაპარია, სადაც ეს მგელი, რომელიც ყველა ზღაპარში გვევლინება როგორც ნეგატიური გმირი, რომელსაც არ აინტერესებს გარემო დაკვეთა, მას აქვს თავისი მოთხოვნები, როგორც ცდილობს ეს პატარა კურდღელი გაესაუბროს მას. აი საერთოდ მსოფლმხედველობის ცვლილებას იწევს, ხო, რომ ანუ ეს უსუსური კურდღელი ცდილობს, რომ მაინც სასოწარკვეთილია, იმიტომ რომ მაინც დაიჭირა ამ მგელმა და ეს ცდილობს, რომ გააღვიძოს მასში ახალი ღირებულება, რომ შენ ყავს დედა მგელო ეკითხება. ხო, აი ძალიან საინტერესო ზღაპარია თუ კი აქვთ შესაძლებლობა და ხელმისაწვდომი. და ასაკის ბავშვებისთვის ეს არის შეიძლება 4 წლიდან უკვე შეიძლება წავიკითხოთ ეს 3 წლიდანაც შეიძლება წავიკითხოთ და ზუსტად ეს არის შიშთან გამკლავება, არა გაქცევა მუდმივად შიშისგან, არა რაღაცა დამარცხება და მოსპობა შიშის, არამედ შიშის მართვა. აი მე ყოველთვის მეშინია, ანუ ბავშვის პოზიცია, მე ყოველთვის შემეშინდება ჩემზე დიდის და ჩემზე აგრესიულის, მაგრამ შეიძლება მასთან კონტაქტი დავამყარო. აი მე მაგალითად, როდესაც ჩემი შვილების რომელიმე ქცევა არ მომწონდა, ტანტუმის შემთხვევაც ქონია და სხვადასხვა იგივე თუნდაც ბანაობის შიში როცა ქონდა თავის დაბანის, რაღაცა ქცევების გამოსასწორებლად ვიგონებდი ამბებს, რომელიმე ზღაპრის გმირს ესე შევაყვარებდი და ზუსტად მის ქცევას გადმოვიტანდი აი ამ გმირის ცხოვრებაში და სხვადასხვის მეხმარებოდა. აი რამდენად სწორია ეს და შეგვიძლია თუ არა ესე რომ გამოვიყენოთ მშობლებმა ზღაპრები თუნდაც ამ კუთხით. ძალიან კარგია, ძალიან ეფექტურია, შეიძლება საერთოდ შევცვალოთ შინაარსი, მეც მქონდა მსგავსი გამოცდილება, როდესაც აბსოლუტურად სხვა შინაარსი იყო, მაგრამ ნახატი ძალიან გავდა იმ კონკრეტული ბავშვის გამოცდილებას, სადაც შვილი ემშვიდობება მამას და ამ ბავშვის ისტორიაშიც იყო მამა ემიგრაციაში იყო და სულ სხვა შინაარსი იყო იქ, მაგრამ ილუსტრაცია ძალიან ეხმიანებოდა ამ ბავშვის გამოცდილებას და როდესაც ეს ბავშვი ბრუნდებოდა, ჩემთან ყოველთვის მთხოვდა, რომ გეხვეწები ის ზღაპარი წამიკითხე, სადაც ბავშვი ემშვიდობება მამას და აი ის შინაარსები, რატო არის ეს მნიშვნელოვანი, ხო? ბავშვებს არ აქვთ ვერბალური მარაგი იმხელა და ზღაპარში ზუსტად ეს არის გახმოვანება მათი ემოციური მდგომარეობის, რაც შვებას გვრის. ანუ მე რაც ვერ ვთქვი, რაც დავიგროვე, რაც ვერ გავაზიარე, აი აქ რომელიღაცა გმირმა თქვა და აი ამ გმირმა მოაგვარა ის საკითხი და მე შემიძლია ეს რაღაცა ჩემად მივიღო. აი ძალიან ბევრი ზღაპარია უცებ ვიტყვი რა, მაგალითად მაგვლისთან რო გავავოთ პარალელს, სადაც რამდენიმე პოზიტიური და დადებითი პერსონაჟია, ხო? აი მაგლის შემთხვევაში არის ბალუ და ბაგირა, ხო? მოდი აი გავჩერდეთ ამაზე. ბალუ ეს თავქარიანი, რომელიც ნუ აი რასაც უნდა იმას აკეთებს და ბაგირა ჩამოყალიბებული, ანუ ისეთ გაწონასწორებული, გარემოს გრძნობს. რაღაცა აი ხო, მის შესაბამისად შემფასებელია ყველა იმ სიტუაციის, რომელიც შეიძლება პოტენციურად მათ წინ ელოდოთ. აი ამ შემთხვევაში ბავშვის ყურადღება რომელზე უნდა გამახვილდეს ბალუზე
პირობითად თუ ბაგირას. მე ვფიქრობ, რომ ორივეზე. იმიტომ რომ ერთის შემთხვევაში თუ კი მხოლოდ წესებს და წესრიგს ვთავაზობთ, შეიძლება მივიღოთ ბავშვი, რომელიც ვერ დუნდება, ვერ ღებულობს სიამოვნებას გარემოს. ეს ბაგირას შემთხვევაში. კი, აი ეს რაღაც პერფექციონისტი ნატურა. ხო და მეორე შემთხვევაში, რომელსაც არ აინტერესებს აბსოლუტურად მიშვებულია, რომელიც მხოლოდ რაღაცა ჰედონისტი, ხო, თვითონაც შეუძლიათ აი ეს არის ძალიან საკარგი ანალიზი იყო წესრიგი ბაგირა, რომელიც წესებს თავაზობს და ბალო, რომელიც ეუბნება, რომ დატკბია მოცემული. ხო, აი თაკომ რას თქვა, რომ არჩევანი თვითონ ალბათ ბავშვმა გარკვეულ ასაკში უნდა გააკეთოს, ბაგირა უნდა იყოს თუ ბალო, ანუ ამ შემთხვევაში პერსონაჟი. რა ხდება იმ შემთხვევაში თუ უპასუხისმგებლობა გვახასიათებს და პირიქით რა ხდება, როდესაც შეგვიძლია ვიყოთ ესეთი ერთი. მაგრამ ორივე შემთხვევაში კეთილი. კი, ორივე შემთხვევაში ხო, კი, წონასწორობა ასიჯანსავე და ამიტომ ეს ორი პერსონაჟი ალბათ წონასწორობა. და ბოლოს, აი მოკლედ რომ შეგვიჯამოთ და გითხრათ, რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ მშობლებმა წავუკითხოთ თავად ზღაპრები და რიტუალს თუ აქვს მნიშვნელობა და აუცილებელია თუ არა, რომ ეს ხდებოდეს ყოველ საღამოს და იმ შემთხვევაშიც, როდესაც ბავშვი უკვე თავად კითხულობს, მაინც აუცილებელია თუ არა, რომ ჩვენ წავუკითხოთ. ბავშვი დავიწყე ბოლო შეკითხვიდან. ხო, როცა ბავშვი თავად კითხულობს და გთხოვს, რომ წავიკითხოთ, ეს ნიშნავს, რომ მას უბრალოდ კითხვის პრობლემა კი არ აქვს, არის რაღაცა კიდევ სხვა, რასაც იღებს ამით. ეს არის კონტაქტი მშობელთან და მშობლის და ბავშვის. აქ არის პროცესში კითხვები და მის გამოცდილებასთან ანალიზი. რატომ უნდა დრო, რომელიც თქვენ აღნიშნეთ, აუცილებლად მოვერგოთ ბავშვის საჭიროებას. ხო, თუ მას მოსწონს დილას გაღვიძების დროს ზღაპრის წაკითხვა, ყოველთვის ამოვდივართ ბავშვის ინდივიდუალური საჭიროებიდან. საღამოს თუ მას სულ სხვა რიტუალი მოსწონს, მაგალითად ჩემთან ერთად თამაში, ამას დავუთმოდრო და არა ფსიქოლოგმა რო თქვა საღამოს წაიკითხე ზღაპარი არა, ხო? როგორც უნდა ვიგრძნო მოკლედ ბავშვი. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ემოციების რეგულირების ნაწილში, იმიტომ რომ ჩვენ ზღაპარში ხვდებით როგორ არეგულირებენ გმირები ემოციებს და ბავშვის ემოციური რეგულირებისთვის ძალიან ხირებულია. სიტყვათა მარაგი რაც დასაწყისში აღნიშნე, ვერ ვახდენ ჩემი ემოციების, ჩემი მდგომარეობის ვერბალიზებას და ზღაპარში ეს არაჩვეულებრივად არის გადმოტანილი. ის შინაარსები და ცოდნა რაც სამყაროშია, ხო, რომელიც დაგროვდა ამ არქეტიპულად და ჩემს არაცნობიერიდან მე მართავს. ესეც ძალიან ღირებულია, ხო, რაღაც კულტურული მახასიათებლები, რომელიც კონკრეტულად ჩვენს კულტურას ეხება. მოკლედ, ძალიან მნიშვნელოვანი, ღირებული და კარგი შესაძლებლობა ჩვენ შვილებს. პატარებისთვის, ასევე უფროსებისთვის. ნამდვილად ორმხრივია ეს ურთიერთობა და ერთს ვიტყვი აუცილებლად, რომ აი ურთიერთობის ეს ფორმატი ძალიან უყვართ და მოსწონთ ჩემი აზრით, იმიტომ რომ მიასთან რამდენიმე დღის წინ საუბრობდი და თვითონ გაიხსენა 3 წლის ასაკში ჩემს მიერ მოგონილი რამდენიმე ისეთი სიუჟეტი, რომ ჩვენთვის ეს აღმოჩნდა, არ ვიცი, აი საოცრება, რომ მას ეს ახსოვდა ეს ფრაგმენტები კი და შესაბამისად ეს სიამოვნება მიანიჭეთ როგორც საკუთარ თავს, ასევე თქვენ შვილს. კალსონი დამიჩაგრეთ, მაგრამ რა ვქნა? მოკლედ, ჩვენ მივდივართ ერთდასკვნამდე, ზღაპრის ბოლო. კეთილია. დავამთავრეთ. აი ამ სიკეთით გემშვიდობებით ხვალამდე, მადლობა რომ ჩვენთან ერთად. დროებით, ხვალამდე.